საქართველოში შეუმდგარი სახელმწიფო გადატრიალება მოხდა და პრეზიდენტის სასახლეზე შტურმი მიიტანეს უცხოეთი და მხარდაჭერილმა ადამიანებმა. ერთი თვე არის, როდესაც ევროკომისრები, მათ შორის კომისარი კოსი და კომისარი კალასი უარს ამბობენ დაგმონ პრეზიდენტის სასახლეზე შტურმი. ამიტომ მე მექნებოდა ქართულ ხალხს აქვს ერთადერთი მოლოდინი, რომ ხვალ კომისარი კოსი დაგმობს ერთი თვის თავზე მაინც დაგმობს პრეზიდენტის სასახლეზე ძალადობრივ შტურმს, რომლის შედეგადაც 25 პოლიციელი დაშავდა, მათ შორის 2 პოლიციელი მძიმედ. დღემდე არც ევროკავშირის ელჩს არ მოუკითხავს ამ პოლიციელების ბედი და ჯანმრთელობა, არ ევროკავშირის ელჩს და მის ხელმძღვანელებს კომისარ კოს და კომისარ კალას არ დაუგმიათ პრეზიდენტის სასახლეზე თავდასხმა. ამიტომ ქართული ხალხის მოლოდინი არის, რომ მანამ სანამ საერთოდ რამეს იტყვიან საქართველოზე, პირველი რაც უნდა გააკეთონ, ეს არის დაგმონ და გაემიჯნონ ძალადობრივ შტურმს პრეზიდენტის სასახლეზე, ვინაიდან მათ შორის 4 ოქტომბრის ორგანიზებაში ჩართული იყვნენ ევროკავშირის ბრიუსელის მხრიდან დაფინანსებული ორგანიზაციები, მათ შორის მედია ორგანიზაციები და ასევე შეგახსენებთ, რომ 4 ოქტომბერს პრეზიდენტის სასახლეზე შტურმის პარალელურად ბრიუსელის სხვადასხვა წარმომადგენელი სოციალური ქსელით ამხნევებდა და მხარს უჭერდა ამ ძალადობას. შეგახსენებთ ქალბატონი იუკნევიჩიანეს და სხვა ევროპარლამენტარების, ასევე ევროპის სხვადასხვა დედაქალაქიდან წამოსული განცხადებები. საქართველოს ბედზე გადაურჩა აქ არეულობას და არავინ არ იცის თუ რა შედეგით იქნებოდა ეს ყველაფერი, რომ არა ჩვენი უსაფრთხოების სისტემის, შინაგანი საქმეთა სამინისტროს და სხვათა დროული რეაგირება ყველაფერზე. ამიტომ პირველი რაც უნდა თქვან, ეს არის რომ დაგმონ და გაემიჯნონ 4 ოქტომბრის თავდასხმას. რაც შეეხება ანგარიშს, ჩვენ ხედავთ და ესეც ნაწილია ამისი. ძალადობის არ დაგმობა ეს შემთხვევით არ ხდება, ვინაიდან ძალადობის არ დაგმობა ეს არის მოძალადეების მხარდაჭერა. და ეს არის სამწუხარო ტენდენცია, რასაც ჩვენ ხედავთ ბრიუსელიდან, იმ მტრული რიტორიკის ნაწილი, რომელიც ჩვენ მათ შორის ევრონესტზე ვიხილეთ და ეს არის ერთი სამწუხარო პოლიტიკა ქართული ხალხის წინააღმდეგ, როდესაც ქართული ხალხის ნების უგულებელყოფა ხდება და ხდება თავსმოხვევა საკუთარი პოლიტიკური დღისწესრიგისა. ამიტომ ამ ყველაფრის გათვალისწინებით, რა თქმა უნდა, ხედავთ ჩვენ, რომ სამართლიანი მიდგომების მოლოდინი სამწუხაროდ სულ უფრო მცირდება. ის ღირებულებითი უკუსვლა, რომელსაც ბრიუსელი განიცდის ბოლო პერიოდში და სრულად აცდენილი არის საერთო ევროპულ ღირებულებებს და არის ვიწრო პოლიტიკური მიზნებით და გეოპოლიტიკური მიზნებით უყურებენ მხოლოდ საქართველოს, ეს არის სამწუხარო შედეგი, მათ შორის ვატყობთ ჩვენ კიდევაც პოსტსაბჭოთა გავლენებისა ბრიუსელში, როდესაც წამყვან პოზიციებზე ვხედავთ ჩვენ ადამიანებს, რომლებიც სამწუხაროდ კვლავ რაღაც საბჭოთა მენტალიტეტით უყურებენ საქართველოს. საქართველოში უკუსვა არის დემოკრატიის და თელი მიმართულებებით აკრიტიკებენ ხელისუფლების ნაბიჯებს. თქვენი პასუხი რა არის მათ კრიტიკას? მე ამასთან დაკავშირებით განცხადებაც ჰქონდა, რომ საქართველოს ამ მტრული გარემოს პირობებში საქართველოს პარლამენტის ოფიციალური დელეგაცია არ მიიღებს მონაწილეობას ევრონესტის შემდეგ სესიებში, მანამ სადამ არ ვიხილავ ჩვენ მზაობას დიალოგისთვის. აქაც ფაქტია, ხომ, აქაც ხედავთ, რომ პოსტსაბჭოთა ადამიანები გველაპარაკებიან ევროპის სახელით, გორბაჩოვის თანამებრძოლი რასა იუკნევიჩიანე და ასტრახანში დაბადებული და გაზრდილი სერგეი ლაგოდინსკი, რომელსაც ახლა გერმანელ დეპუტატად წარმოგვიდგენენ, გველაპარაკებიან ევროპის სახელით. რა არის საერთოდ თუ არა ის მომენტი, რომ შეიძლება ადამიანი გამოიყვანოს საბჭოთა კავშირი და მაგრამ საბჭოთა კავშირი ვერ გამოიყვანო ადამიანიდან. ეს ამის მაგალითები არიან ზუსტად ის ადამიანები, რომლებიც ზუსტად იგივე საბჭოთა სტილით უყურებენ საქართველოს და გონიათ, რომ მაგით მათი მოსათვინიერებელი არის ქართული ხალხი. ამიტომ კიდევ ერთხელ ჩვენ გორბაჩოვის თანამებრძოლი რასა იუკნევიჩიანისგან და ასტრახანში დაბადებული გაზრდილი სერგეი ლაგოდინსკისგან ევროპელობაზე ჭკუა არ გვესწავლება. რეპორტიორების აზრს გარეშე გაიცანით ალბათ მათ გამოაქვეყნეს 34 კაცი
ძალიან ისეა პრესის თავისუფლების მტაცებელთა სია, ასე დაარქვეს, მათ შორის არის ქართული ოცნების დამფუძნებელი, ნახეთ ალბათ რას ეფუძნება ეს სია, რამდენად რეალურ ამბებს ეფუძნება, რეალურად ეს მონაცემები. ეს ის ორგანიზაცია, რომელმაც ნიკა გვარამია შერაცხა ჟურნალისტური საქმიანობის გამო დაპატიმრებულ ადამიანი და რომელსაც შემდეგ ააფარა თავისი დოკუმენტი სტრასბურგის სასამართლომ და მათ შორის ეს ორგანიზაცია ამხილა მიკერძოებაში. ასე რომ რა თქმა უნდა მათი სიტყვები ნაკლებად დამაჯერებელია საერთოდ რამესთან დაკავშირებით, რაც შეეხება მედია გარემოს საქართველოში არ მგონია მე რომ ბევრ ქვეყანას მათ შორის ევროპაში შეეძლოს იმის თქმა თუ როგორი პლურალისტური არის მედია გარემო ამა თუ იმ ქვეყანაში. საქართველოში შეგახსენებთ რომ მოქმედებს ოპოზიციის პარტიული მედია, რომელიც ოფიციალურად ეკუთვნის ოპოზიციას და მათი დაფინანსებული არის, ან პარტიებს ეკუთვნის და ხაზარაძეს პირდაპირ, რა ქვია, ჩანთებით მიაქვს ფული ამა თუ იმ ტელევიზიაში. ერთი, მეორე, საქართველოში მოქმედებს ბრიუსელის მიერ დაფინანსებული პროპაგანდისტული მედია, შეხედეთ ნეტგაზეთს, ქცეული არის ჩვეულებრივად, რა ქვია, ამ შეუმდგარი პროტესტის პროპაგანდისტად. საქართველოში რამე ხდება, არ ხდება, არაფერი არ აინტერესებს, ნახეთ მათი საინფორმაციო, ასე ვთქვათ, ხაზი რაც არის და მხოლოდ ყოველდღე რაღაც მიტინგებთან დაკავშირებით აქვთ ინფორმაცია. ეს არის ზუსტად პროპაგანდა. რომ თითქოს ქვეყანაში არაფერი სხვა არ ხდება, ერთადერთი რაც ხდება, არის 20 ადამიანის მიერ რუსთაველის გადაკეტვა, არ გადაკეტვის საკითხი. ასევე პროპაგანდისტული მედია, ნეტგაზეთი, პუბლიკა და სხვა, რომელსაც პირდაპირ ბრიუსელი აფინანსებს და ამას საზოგადოება ეგუება და მესამე როდესაც ხმას არ იღებს ეს ორგანიზაცია იმაზე რომ ამერიკის სპეცსამსახურების მიერ შექმნილი და ამერიკის სპეცსამსახურების პროდუქტი რადიო თავისუფლება პირდაპირ გადაიბარა ბრიუსელმა და ევროპულმა დაფინანსებამ, ამას რო არ იმჩნევს სპეცსამსახურების მიერ შექმნილი მედია არის დღეს ევროკავშირის მოქალაქეების მიერ დაფინანსებული, აქ რა ობიექტურობაზე შეიძლება გქონდეს საუბარი. შეგახსენებთ რომ ზუსტად აი ამ სპეცსამსახურების პროდუქტის რადიო თავისუფლების ჟურნალისტი გახლავთ ბატონი იოზვიაკი, რომელიც რატომღაც სასწაულებრივად იგებს ხოლმე ყველაზე ექსკლუზიურ ინფორმაციას ევროკომისიის სხვადასხვა დერეფნებიდან. რატომ? იმიტომ რომ ეს არის ჩვეულებრივად დაფინანსებული სპეცსამსახურების პროდუქტი, პროპაგანდისტული მედია, რომელსაც იყენებს ბრიუსელი პროპაგანდისტვის და რასაც უნდა რომ გაჟონოს ინფორმაცია, მიაწოდოს სხვადასხვა არხებით, ჩვენს თვალწინ ევროკავშირის სხვადასხვა ინსტიტუტები აფინანსებენ ამერიკული სპეცსამსახურების მიერ შექმნილ რადიო თავისუფლებას და ეს არის ოფიციალური ინფორმაცია, არაფერი კონსპირაცია ამაში არ არის, ეს ჩვეულებრივი ამერიკის სადაზვერვო სამსახურის მიერ შექმნილი პროპაგანდისტული ინსტრუმენტი, რომელზეც გადააბარა Deep State-მა ევროკავშირის ბიუჯეტს, მას შემდეგ რაც ტრამპმა უარი თქვა ამგვარი ინსტრუმენტის დაფინანსებაზე, ეხლა როგორც ბევრი სხვა რაღაცა Deep State-ისგან გადაბარდა ევროკავშირს და ევროკავშირის მხრებზე არის პროპაგანდისტების დაფინანსება და ასე შემდეგ. რაც შეეხება მეორე ნაწილიც არის, ხომ რომ შევხედოთ ეხლა იქ როდესაც ილონ მასკთან და არგენტინის პრეზიდენტთან და არ ვიცი ორბანთან, სხვებთან ერთად ასახელებენ, ესეც აჩვენებს მათ დამოკიდებულებას. სინამდვილეში საქმე არის შემდეგ რაღაცასა, რასაც ვერ აკონტროლებს Deep State-ი, ის არის მიუღებელი და ასეთი ორგანიზაციების გამოყენებით ხდება შემდეგ პროპაგანდისტული კამპანიების აწევა. მათ შორის ისიც კი არ აქვთ ამ სიჩქარეში ეთყობა, ისიც კი ვერ გადაამოწმეს თუ არ ვიცი გამორჩათ, რომ საუბრობენ თითქოს ბიძინა ივანიშვილი პოლიტიკიდან გასული არის, ამ დროს არის მმართველი პარტიის საპატიო თავმჯდომარე და არ მგონია მე რომ ის ნიშნავდეს პოლიტიკიდან გასვლას. ანუ ამ ხრივადაც კი როგორც ჩანს იყო ჩვეულებრივი დავალება რომ ჩაესვათ ბიძინა ივანიშვილის სახელი და ძველი ინფორმაციებით ისარგებლეს და ნუ აბსოლუტური აბსურდი თქვენ საქართველოსთან დაკავშირებით. შაქრიშვილიც რომელმაც თქვა რომ Deep State-ის მიერ არის მართულიო და მოკლედ არ აწყობს მას კრიტიკული მედიებიო, ასევე ისაუბრა რეპორტიორების საზღვრებს გარეთს, რომ შეიყვანა ბიძინა ივანიშვილი ამ სიაში, ამბობს რომ ეს არის მთლიანად Deep State-ის გავლენა.
თავისთავად მე ესეც ამაზეც თქვი ზუსტად რომ როდესაც შუაგულ ევროპაში ევროკავშირის მოქალაქეების ფულით აფინანსებენ ამერიკული სპეცსამსახურების პროპაგანდისტულ ინსტრუმენტ რადიო თავისუფლებას ევროპელების ფულით და ამაზე ხმას არ იღებს რომელიმე ორგანიზაცია რომელიც მედიასთან დაკავშირებით ანგარიშებს წერს ეს თავად აჩვენებს რომ ისინი ნაწილი არიან deep state-ის ამ ასე ვთქვათ წრისა რომელიც ასე ვთქვათ წევს ისეთ თემებს რომელიც მას უნდა და აჩუმათებს ისეთ საკითხებს რომელიც არის საკითხები რომელიც უნდა რომ მიაჩუმათო კიდევ ერთხელ ხაზი რო გავუსვა ამერიკის შეერთებული შტატების მოქმედმა პრეზიდენტმა ბატონმა ტრამპმა უარი თქვა რადიო თავისუფლების დაფინანსებაზე მათ შორის ამერიკის ხმის დაფინანსებაზე როგორც პროპაგანდის ინსტრუმენტებისა რომელზეც არ უნდა რომ დაიხარჯებოდეს ამერიკის მოქალაქეების ფული და ამის შემდეგ როგორც ბევრი სხვა საკითხი deep state-მა გადააბარა ეს ასე ვთქვათ ევროკავშირის მხრებს აღკიდა და დღეს ფინანსდება ამერიკული სპეცსამსახურების მიერ შექმნილი პროპაგანდისტული მედია რადიო თავისუფლება ფინანსდება ევროპელი გადასახადის გადამხდელების მიერ. ნუ ამაზე დიდი სკანდალი რა შეიძლება იყოს და ამაზე ხმას არ იღებენ. და რაც თავარია და ეს ყველაფერი რომ პროპაგანდის ინსტრუმენტად არის ქცეული, ასე რომ ეს პირდაპირი ხაზია და პირდაპირი ფაქტი და არგუმენტი არის იმასთან დაკავშირებით, რომ დღეს ბრიუსელში ეს გავლენები, რომელიც ადრე რაც ამერიკის შეერთებული შტატების ასე ვთქვათ deep state-ის ხელმძღვანელობით ორგანიზდებოდა, დღეს გადმორთული არის ევროკავშირის მხრებზე არის უბრალოდ და მათი ხელით კეთდება. ინვესტიციასთან დაკავშირებით გითხავთ საუბარია 6 მილიარდზე არის საუბარი ამ შემთხვევაში 6 მილიარდზე არის ამას ვიტყვი და მაღაზია შევნახოთ. ჯაფარიძე ხაზარიძე ორივეს კი პასუხი. ჯაფარიძე ხაზარიძე აქტიურობს რომლებიც ამბობენ რომ ამ ინვესტიციის მოხდება ერთგვარი არაბიზაციაო ესეთ რაღაცას ამბობენ ჩვენ გვახსოვს მათი განცხადებები ხუალინგთან დაკავშირებით ზოგადად რამდენად მნიშვნელოვანი ინვესტიცია არის ემაჩობის და როგორ გამოერთმაულებენ რაც შეეხება ამ ორ თაღლითს რომლებიც მილიარდ ნახევარს ითხოვდნენ საქართველოს ბიუჯეტიდან და თან იმასაც ბედავდნენ რომ პოლიტიკაში იყვნენ და ხალხს ხმის მიცემას თხოვონ მათი დამოკიდებულება ასე ვთქვათ ინვესტიციებთან დაკავშირებით ჩვენ ნახეთ ანაკლიაში როდესაც აბსოლუტურად ჩააფლავეს პროექტი რომელშიც შესასრულებლად საქართველოს ხელისუფლებამ მათ ყველა პირობა შეუქმნა კონსტიტუციაში ჩანაწერიდან დაწყებული და ხელშეკრულებების გადავადებით გაგრძელებული და ბოლოს იქამდე მივიდნენ რომ საქართველოს მოქალაქეებს უნდა გადაგვეხადა ხაზარაძისთვის და ჯაფარიძისთვის დივიდენდები რომ მათ წაგებაში არ წასულიყვნენ ისეთი ბიზნესი ქონოდათ და ეს რომ ვერ მიიღეს მილიარდ ნახევარს ითხოვდნენ მოქალაქეებისგან და წააგეს ერთი რამდენიმე არბიტრაჟი მათ შორის სულ ახლახან წააგეს 65 მილიონს ითხოვდნენ საქართველოს ხელისუფლებისგან და ესეც წააგეს და საბოლოო ჯამში 7 მილიონზე მეტი ბიუჯეტში აქვს გადასახდელი. ასე რომ მათი გასაგებია, მათი დამოკიდებულება რაც არის. სხვა ჩვენს ერთი პარადოქსიც არის. ჩვენ ხაზარაძე მათ შორის ერთი სკანდალიდან ვიცით რომ ანუ ის ჩივის რომ შეიძლება აშენდეს უძრავი ქონება, ბინები რომელიც შეიძლება უცხოელება იყიდო თითქოს ახლა საქართველოში უცხოელები არ ყიდულობდნენ ბინებს თქვენ გახსოვთ ასეთივე პროპაგანდა ქონდა თავის დროზე ვარკეთილში, როდესაც უალინგ პლაზა და ბინები შენდებოდა, თითქოს იქ ნახევარი ჩინეთი ჩამოსახდებოდა, არ ვიცი მე, აბა გაიარონ ერთი ვარკეთილში და ნახოთ მიცხოვრებს იმ ბინებში. და ზუსტად ეს არის ზუსტად იგივე, ნუ რაღაც იაფი ქსენოფობიური სტილის კამპანიები, რომელსაც ხაზარაძე აწარმოებს ადამიანი, რომელსაც საკუთარი ბინა უცხოელისთვის აქვს მიქირავებული. აი ხო ამას ამბობს, უცხოელები აქვია შუა ცენტრში ლესელიძეზე უცხოელისთვის აქვს როგორც იცით მიქირავებული ბინა გულისხმობ გერმანიის ელჩს. ასე რომ ახლა როდესაც ის აქ ასე ვთქვათ ყალბ პროპაგანდას ეწევა თან იაფასიანი ქსენოფობიით რა თქმა უნდა ეს არასერიოზულია. რაც შეეხება თავად ამ პროექტს, ეს მნიშვნელოვანი ინვესტიცია 6.5 მილიარდ დოლარზე არის საუბარი,
მთელი ნაცნობ მოძრაობის მმართველობის პერიოდში არ შემოსულა ჯამში მე მგონი ამდენი ინვესტიცია, როდესაც ეხლა ერთ კომპანიას შემოაქვს მარტო ეს ინვესტიცია, რაც გულისხმობს ჩვენი ეკონომიკის ზრდას, რაც გულისხმობს და სამუშაო ადგილების შექმნას, რაც გულისხმობს მათ შორის როგორც გონიოში, ისე თბილისის მიმდებარედ ისე განაშენებას, რომელიც უპირველეს ყოვლისა ჩვენს ქვეყანასაც გაალამაზებს და ინფრასტრუქტურულადაც გამართავს. ასე რომ აი ძალიან იაფასიანი ქსენოფობიური პროპაგანდის ცდელობა ადამიანისგან, რომელიცაც უცხოელისთვის აქვს მიქირავებული ბინა. თუ ასეთი გულში მჯიხს იწევს და პატრიოტი არის, შეწყვიტოს ხელშეკრულება გერმანიის ელჩთან და ან თვითონ იცხოვროს იქ, ან ქართულს მიაქიროს. გამოჩნდა ის, რომ ჩვენ ამას ყველანაირად მივესალმებით და მხარსაც ვუჭერთ ევროკავშირში ტენდენციას, რომ ხელისუფლებაში მოვიდნენ ის ძალები, რომლებიც ორიენტირებული არიან ეროვნულ ინტერესზე, ორიენტირებული არიან ტრადიციულ ღირებულებებზე და ჩვენ გვახარებს, რომ სულ უფრო იკრებს ძალას ის პოლიტიკური პარტიები, რომლებიც ეროვნულ ინტერესებს სააღაზრს აყენებენ ყველაზე წინ. ჩეხეთში ახალ ჩატარდა არჩევნები, ახალი მთავრობა იქნება და ზუსტად ის, რომ ჩეხეთის მოსახლეობას ამას ხედავს თუ სადამდე მიიყვანა აი ამ უაზრო პოლიტიკამ, რომელიც სამწუხაროდ ბოლო პერიოდში ბრიუსელს აქვს, სწორედ ამის საწინააღმდეგო ნაბიჯებია, ასე რომ მისასალმებელია, რომ ის რაც რეალობა არის და ის რაც არის ნებისმიერი ქვეყნის ეროვნული ინტერესი, რომ თავი დაიცვას უცხოური გავლენისგან, ჩეხეთშიც ხორციელდება. ჩვენ ხედავთ სამწუხაროს ევროკავშირის შიგნითაც მცდელობებს, რომ ევროკავშირის წევრ ქვეყნებს, არა თუ კანდიდატებს, როგორც ჩვენ გვეპყრობიან, ხომ? ევროკავშირის წევრ ქვეყნებსაც ზოგიერთი ქვეყანა თუ ბრიუსელის ზოგიერთი სტრუქტურა ეპყრობა როგორც მეორე ხარისხოვან ხალხს თუ სახელმწიფოს და დამრიგებლის ტონით ესაუბრება იმაზე, თუ რა არის ეროვნული ინტერესები და კარგია, რომ უნგრეთთან, სლოვაკეთთან ერთად ჩეხეთიც ახლა ასეთ მიდგომებს აჟღერებს, კარგია რომ ხედავთ სხვა ქვეყნებში, გერმანიაში, საფრანგეთში, სხვა ქვეყნებში ხედავთ იმ მოქალაქეების მხრიდან სულ უფრო მეტად გააზრებას, რომ ეროვნული ინტერესები არის გამსაზღვრელი. დღეს ევროკავშირი აი ამ პოლიტიკამ, ბრიუსელის გაუაზრებელმა პოლიტიკამ მიიყვანა ეკონომიკურ სტაგნაციამდე და სივრცე, რომელიც იყო მშვიდობის და კეთილდღეობის სივრცე, დღეს საუბრობს ომის საფრთხეებზე და საუბრობს ეკონომიკურ კრიზისზე. აი ეს დამართეს ევროკავშირს ბრიუსელის ბიუროკრატებმა, რომ მშვიდობის და კეთილდღეობის პროექტი აქციეს ომის რისკის ქვეშ მყოფ და ეკონომიკური კრიზისის წინაშე მყოფ სივრცეთ. ეს ასახავს იმ შედეგებს, მათ შორის ანუ ხედვები შემდეგ გადაიქცევა საქმეებად და ეს ჩანს შედეგებში. საქართველოს დღეს არის ლიდერი ეკონომიკური ზრდის ტემპებით ევროპის კონტინენტზე, ევრაზიის კონტინენტზე და სწორედ დამსახურება არის იმის, რომ არის სწორი გრძელვადიანი ხედვები ჩვენს ქვეყნის განვითარებასთან დაკავშირებით, როგორც ინსტიტუციური, ისე ეკონომიკური განვითარების მხრივ. სწორედ ამ ხედვის დამსახურება არის, რომ ჩვენ არ ჩავერთეთ მიუხედავად მრავალი მოწოდებებისა, ბრიუსელის ბიუროკრატიის მხრიდან თუ სხვადასხვა ევროპული დედაქალაქისგან მოწოდებების მხრიდან, რომ ჩართულიყავით უაზრო ესკალაციაში, დაგვეზიანებინა ჩვენი ხალხი და იცით, რომ დათვლილი არის. ჩვენ რომ თავის დროზე დაგვეჯერებინა ბრიუსელისთვის და ავყოლოდით ამ ორმხრივი სანქციების დაწესების ტალღას, საქართველოში არათუ ეს ეკონომიკური დაგვექნებოდა, რომლითაც ლიდერი ვართ კიდევ ერთხელ მთლიანად კონტინენტზე, არამედ ჩვენ გვექნებოდა 10%-ზე მეტი ეკონომიკური ვარდნა. ჩვენ ფაქტობრივად ლამის 90-იანი წლების
სტილის ეკონომიკური ვარდნა შეიძლება ქონოდა თან იმის გათვალისწინებით რომ ეს ესკალაცია ეკონომიკური თავის თავში ასევე გულისხმობდა სამხედრო ესკალაციის რისკს და სამხედრო რუსეთთან სამხედრო დაპირისპირების ღია რისკს პირდაპირ უშუალოდ რისკს ასე რომ ეს არის ჩვენი შედეგი ვინც დაუჯერა ბრიუსელს კი უყურებთ მოლდოვა როგორ სიტუაციაშია ნულის გარშემო აქვს ეკონომიკური ზრდის მაჩვენებლები და ასევე სხვა ქვეყნები ვინც დაუჯერა ბრიუსელს და ნაცვლად საკუთარი ქვეყნის ინტერესებისა დააყენა სხვადასხვა ბიუროკრატების თუ პოლიტიკოსების უცხო ქვეყნის პოლიტიკოსების ინტერესები დააყვა გარედან დაფინანსებული NGO-ების ყიჟინას თავის საკუთარი შედეგს ახლა უყურებს კიდევაც თან ეს იმ პირობებში, როდესაც მოლდოვას მილიარდები დაპირდნენ, რა ვიცი, ყველანაირად თითქოს ასე ვთქვათ ციურ მარნას პირდებიან, შედეგები რაც არის, ხედავთ. ამ დროს ჩვენ გვებრძვიან და შედეგები გვაქვს საუკეთესო. აქედან დასკვნა ქვეყანამ და ხელისუფლებამ უნდა დაუჯეროს საკუთარ ხალხს და არა უცხოელებს და უცხო ხალხების წარმომადგენლებს. საბოლოო პასუხს ითხოვს საკონსტიტუციო სასამართლო, მაგრამ ის მტკიცებული რა თქმა არ არის საკონსტიტუციო სასამართლოში ითხოვს თავის სახელს. რა თქმა უნდა, ჩვენ ამიტომაც გამოვყავით სათანადო დრო, რომ ერთი სხვის საპარლამენტო კომისიის მეშვეობით ყველა დეტალში გარკვეული ვიყავით, ყველა მტკიცებულებები მოგვეგროვებინა, ყველა მიმართულებაში გვენახა სადა გვაქვს ძლიერი არგუმენტები. და ამ საგამოძიებო კომისიის დასკვნის საფუძველზე, რომელიც 500 გვერდზე, თითქმის 500 გვერდი არის, შედგა შემდეგ საკონსტიტუციური სარჩელი, რომელშიც, რა ვიცი, ყველაფერი მოყვანილია, ხომ? მე იმედი მაქვს, რომ ამ პარტიის წარმომადგენლები შემდეგ გამოცხადებიან სასამართლოში და საკუთარ გასამართლებას თავად დაესწრებიან. რა უნდა თქვა, როდესაც იქ საუბარი იქნება წამების სისტემაზე, რომელიც ნაცმოძრაობას ქონდა შექმნილი ციხეებში. აი ამას ხო დადგინდა თავისი ყურით მოისმენ. რა სიტყვია, რომ ეს არ არსებობდა? თუ ეს მათი ბრალი არ იყო. რა სიტყვიან წართმეულ ბიზნესებზე, გადაფორმებულ მედიებზე, რა სიტყვიან იმ მკვლელობებზე, რომელიც ხდებოდა და რომელიც აღიარებულია მათ შორის სტრასბურგის სასამართლოს მიერ, რომ ეს სისტემური დანაშაულები იყო. ამ ყველაფერს კიდევ ერთხელ საჯაროდ ხალხის თვალწინ მოისმენენ და რა უნდა თქვან, ერთადერთი მათ რაც შეიძლება სამართლებელი თავის სამართლებად გამოიყენოთ, თქვან რომ ეს ყველაფერი ტყუილია. და კიდევ ერთხელ გაგვიმეორონ ქართულ ხალხს ის ტყუილი, რომ სააკაშვილი და მისი რეჟიმი იყო დემოკრატიის შუქურა, როგორც ამას ქალბატონი იუკნევიჩიანი ამტკიცებს და წამება მოელანდა იმ ხალხს, კვლელობები მოელანდა ქართულ საზოგადოებას, ბიზნესის რეკეტი მოელანდა ქართულ საზოგადოებას, ომი და დაკარგული ტერიტორიები მოელანდა ქართულ საზოგადოებას. აი ამ ყველაფრის მოსმენა მოუწევთ მათ სასამართლოში, როგორც ნაცმოძრაობის რეჟიმის ხელისუფლებაში ყოფნის განმავლობაში დანაშაულების, ისე მას შემდეგ, როდესაც სისტემურად არ ცნობენ ხალხის ნებას, ანტისისტემური პარტიები გახდნენ, რომლებსაც რომელიც გასული არიან დემოკრატიული ჩარჩოდან და არ აღიარებენ ხალხის არჩევანს, ერთ-ერთი რასაც აღიარებენ, რას ეტყვის მათ ვიღაც უცხო ელჩი, ან ბრიუსელიდან რა მითითებას მიიღებენ და ეს არის მათი მთელი ლეგიტიმაციის წყურვილი, რომ ცალფეხზე დადგნენ და თავზე ხელი გადაუსვას რომელიღაცა ბრიუსელის ბიუროკრატმა. ბატონო, რამდენიმე კითხვას დაგისვამთ, დავუკვირდები არაბული დასახლების მშენებლობას. დიდი მებათაღელვა გამოიწვია სხვათა შორის ამ მშენებლობამ. მამუკა ხაზარაძეში. პოზიციაში არამედ სხვათა შორის აი ქუჩაშიც კი ხალხი ყველა ამაზე ლაპარაკობს, რომ აი არაბები აშენებენ რაღაცა ქალაქს, ჩამოვლენ არაბები იცხოვრებენ და საზოგადოების ნაწილიც კრიტიკულად უყურებს. რა გათვლა აქვს ქართულ ოცნებას? ამ ბინებს ვინ იყიდიან და ამ ქალაქებში ვინ იცხოვრებენ? არაბები ჩამოვლენ, ანუ
არაბეთის ქვეყნების წარმომადგენლები ჩამოვლენ და ისინი შეავსებენ ამ ტერიტორიას? რას ფიქრობთ და როგორი არის განხილვა? ვარკეთილში არის ჰუალინგ პლაზა და ტერიტორია, რომელიც თავის დროზე ჩინური ინვესტიციით განხორციელდა და მაშინაც ზუსტად იგივე დედისერთა ქსენოფობები ამბობდნენ, რომ ეს იქნებოდა ჩინური დასახლება. არ ვიცი, ჩინური დასახლება არის ვარკეთილში, თქვენ როგორ წადით და ნახეთ. წადით და არა რა თქმა უნდა, წადით და ნახეთ, აბა ვინ ცხოვრობს. ანუ ის რომ შენობის კედლები და ეს ინვესტიცია გადათარგმნო პრიმიტიულ ქსენოფობიაში, ნუ ამას განსაკუთრებული თაღლითობა სჭირდება, როგორც მამუკა ხაზარაძე ჩვევია და გვესმის ახლა მისი განცხადებები. კიდევ ერთხელ ადამიანი, რომელსაც საკუთარი სახლი მიქირავებული აქვს უცხოელზე. რატო აქირავებს მამუკა ხაზარაძე თავის სახლს უცხოელზე? თუ კი ასეთი ხო როგორ ხარ შუა ცენტრში ცხოვრობს უცხოელი, იცხოვრობს ქართველმა. არა. უყურეთ ადამიანმა სახლი ააშენა, აი მამუკა ხაზარაძის სახლი ააშენა, ვინც თუ გაიქირავებინა უცხოელებისთვის. არ ხო ის საკუთარ პასუხისმგებლობაში ხო არის ის ერთი საქმე? ხო და აი უყურეთ, როდესაც ეხა ხო და უყურეთ, როდესაც თუ კი ასეთ გულში ჯიხს იცემს და პატრიოტი უნდა დედაქალაქის შუაგულში შენობა სახლი ააშენა და უცხოელებზე აქვს მიქირავებული დღემდე. რატომ აკეთებს ამას? დაუნდა რომ იქ უცხოელების დასახლება იყოს დედაქალაქის გულში. აი ასეთი პრიმიტიული ქსენოფობიით არის დაკავებული ადამიანი, რომელსაც მილიარდ ნახევარი თქვენი ფული უნდა და სხვა შორის თქვენი ფული უნდა და მილიარდ ნახევარი მათ შორის რომ წაიღოთ. ასე რომ ეს ერთი. რაც შეეხება, ამიტომ ეს არის აბსოლუტური ტყუილი, ასეთი დაპირისპირება. რა მაინტერესებს, ესო ყოფილიყო ინგლისური ინვესტიცია, გერმანული, აი ამას იტყოდა თუ არ იტყოდა. მინდა რომ ჩახედოთ რამხელა აი პრიმიტიული ქსენოფობიური მიდგომა არის ადამიანის მხრიდან. რა შუაშია ინვესტიციაზეა სა. ხო, ანუ რა ქერათმიანი და ცისფერთვალებებზეა თუ რა ხდება. უყურეთ, მეორე კეთებში ვინ უნდა იმ ქალაქებში ვინ უნდა იცხოვრონ? საქართველოს მოქალაქეებზე გაიყიდება თუ არაბული ყველა როგორ გონიათ ახლა როგორ ფიქრობთ ახლა თავისუფალი ბაზარი რას შვება რომ ვისაც რა თქმა უნდა სურვილი აქვს ის იქნება იქ ინვესტორი შემდეგ უკვე მყიდველი სახით ის ინვესტორი იქ ის ეს მაინტერესებს. აი როგორც ვარკეთილში ცხოვრობს ვარკეთილის ჰუალინგ პლაზას დასახლება არის ჩინური დასახლება და ამას თავის დროზე ალბათ თქვენი ტელევიზიაც იყო ამას ჩართული არ მახსოვს ზუსტად ქონდათ ეს პროპაგანდისტული იაფასიანი ქსენოფობიური კამპანია აწყობილი ზუსტად ისეთივე იქნება ის დასახლება როგორც იქ ამბობდით რომ ეს იქნებოდა ჩინური დასახლება და მეორე კიდე ერთხელ აქ თავარი რა არის აი ხა ეს მოვაცილეთ ეს აურა ამ ყალბი ქსენოფობების აურა, რომელიც საკუთარ სახს უცხოელებზე აქირავებს და ნიანგის წრემლები აქვს იქ უცხოელი იყიდის თუ არ იყიდის. სინამდვილეში რასთან გვაქვს საქმე? სინამდვილეში გვაქვს საქმე საქართველოს ისტორიაში ყველაზე დიდ ინვესტიციასთან, რომელიც გულისხმობს სამუშაო ადგილების შექმნას, რომელიც გულისხმობს ინფრასტრუქტურის განვითარებას, რომელიც გულისხმობს ქვეყნის ეკონომიკის ზრდას. თლიან მოცულობის ეკონომიკის და შესაბამისად კეთილდღეობის და ჩვენი მოქალაქეების. აი ხა დაუფიქრდით, თუ კი ეს ყალბი, ასე ვთქვათ, ცრუ ქსენოფობიური პანიკა აქვს სატეხილი ბატონ ხაზარაძეს, რასთან გვაქვს მაშინ საქმე? სინამდვილეში ხომ ეს არის ცდილობა, რომ ჩაშალონ ინვესტიცია, შესაბამისად ჩაშალონ სამუშაო ადგილების შექმნა, ჩაშალონ ეკონომიკური ზრდის ტემპები და კეთილდღეობის და საქართველოში. აი ხა ჩახედეთ, ვინც ამაზე ლაპარაკობს, ვისთან არიან დაკავშირებული, რომელ უცხოურ ძალებთან არიან დაკავშირებული და ეს არის პირდაპირ დარტყმა საქართველოს ეკონომიკაზე და თითოეული მოსახლეობის კეთილდღეობაზე, რასაც ცდილობენ ახლა ეს ძალები. ამიტომ ეს არის ჩვეულებრივი ეკონომიკური თავდასხმა კოორდინირებული ეთყობა კიდევაც თავდასხმა საქართველოს ეკონომიკაზე და კეთილდღეობაზე. ამიტომ აქაც უნდა ჩავეძიოთ ნებისმიერი NGO, რომელიც ამაზე ხმას ამოიღებს და პოლიტიკოსი, უნდა ჩავხედოთ, ვინ დგას უკან იქ, ტაივანი დგას თუ ის დგას, რა ქვია, სხვა ქვეყანა. ყოველ დღე საქართველოს მოქალაქეები იმიგრაციაში მიდიან
გაგიგია და მართლა რამდენიმე ადამიანი რჩება ამ ქვეყანაში 3 მილიონი ადამიანი ვართ და კიდე ასეთი უზარმაზარი არაბული ქალაქის მშენებლობა. ვინ თქვა? ანუ კიდევ ერთხელ ტყუილი შეიძლება ზუსტად ისეთივე უყურეთ კიდევ ერთხელ აი ეს იაფასიანი ქსენოფობია როგორც აი რუსებზე რო ქონდათ რა ქვია იაფასიანი ქსენოფობია და ზუსტად აი უყურეთ აი ეს იაფასიანი ქსენოფობია რომელიც ჩინელი არაბის მიმართ და ასე შემდეგ არის ნუ აი აბსოლუტურად მიუღებელი არის და ამას აკეთებენ კიდევ ერთხელ ბრიუსელიდან დაფინანსებული ადამიანები და ასეც კიდევ ერთხელ გვაჩვენებს ჩვენ იმ ღირებულებით უკუსლას რომელიც ჩვენ სახეზე გვაქვს. სხვათა შორის იგივე ჯგუფს განხორციელებული აქვს მსგავსი პროექტები ევროკავშირის დედაქალაქებში ასე რომ აი აბსურდი ხომ? ამიტომ კიდევ ერთხელ ამიტომ არა ჩვენზე პატარა მოსახლე ჩვენ ხელა მოსახლეობის ქვეყნებში. ამიტომ კიდევ ერთხელ ეს არის ეს არაფერ შუაში ეს არის ზუსტად ისეთივე არაბული დასახლების პროექტია როგორც თავის დროზე ჰუალინგ პლაზას სივრცეს ვარკეთილში ჩინური დასახლების პროექტი უწოდეს ზუსტად ისეთ თან რაც თავარია ეს ტყუილები ხო უკვე ნანახი გვაქვს კი ზუსტად ესეთივე ტყუილები ნანახი გვაქვს ჩვენ რამდენიმე წლის წინ ვარკეთილში ჰუალინგ პლაზას კორპუსებთან დაკავშირებით და ნუ როგორც ახლა ეს მაინც ხო იცის ჩვენ მას საზოგადოებამ რომ ზუსტად იგივე აბსოლუტურად იაფასიანი რაღაც ქსენოფობიური კამპანია რომელიც სინამდვილეში რომლის მიზანი არის ერთადერთი რამე დააზიანონ ჩვენი ქვეყანა ვერ დაგვაზიანეს იმიტომ ვერ დაგვაწესებინეს სანქციები ვერ ჩაგვთეს ომში, ეხლა ცდილობენ რომ ეკონომიკური განვითარება რაიმენად შეზღუდონ. ვართ ლიდერი ევროპაში და ზოგიერთებს ევროპაში შურთ საქართველოს იმ ეკონომიკური განვითარების, ამ 6.5 მილიარდ სიამოვნებით წაიღებდა ნებისმიერი ევროპული ქვეყანა თავის ქვეყანაში, სიამოვნებით წაიღებდა, მაგრამ მათ მიმართ ინვესტორების ნდობა როგორც ჩანს არ არის ესეთი მაღალი და შესაბამისად არის გარკვეული შური საქართველოს მიმართ. კორუფციას ვერ გვწვითო აცხადებთ და ჩვენ დაინტერესდით თუ არა ყველა იმ უწყებით, სადაც მაგალითად ტენდერებს იგებდა კომპანია სოლემარტი, ზურაბ ტუკვაძის კომპანია, რომელმაც აღიარა, რომ ქრთას მცაცლებდა ჯუანშერ ბურჯულაძეს. რა გარანტია გაქვთ მაგალითად ბატონო შალვა, რომ ეს კომპანია სხვა სახელმწიფო უწყებებშიც იგივე გარიგებებით არ იყო შესული? ეს კომპანია მაგალითად 270 შესყიდვა აქვს ბიუჯეტიდან და იქნება ამ შესყიდვებშიც ქრთამს იღებდა ეს ადამიანი. გადამოწმეთ სხვა უწყებები? ხო, ერთ საკითხს კიდე დავამატებ სხვა შორის რომ MR ჯგუფის პარტნიორი არის მათ შორის დონალდ ტრამპის სიძე, ბატონი კუშნერი. ასე ხაზარაძის ადგილას დავფიქრდებოდი უღირს თუ არა მას ასეთი ქსენოფობიური კამპანიის გაჩაღება ტრამპის ოჯახის წევრის პარტნიორის მიმართ, ასე რომ ეს შეცდომები მათ ადრეს დაუშვეს ტრამპთან დაკავშირებით და დღემდე სანანებელი აქვთ და ნუ შევლენ ნუ შეეცდებიან იგივე მდინარეში შევიდნენ, იგივე შეცდომები დაუშვან, ქსენოფობიური კამპანია აწარმოონ ტრამპის ოჯახის წევრის პარტნიორების წინააღმდეგ რაღაც მომენტში წინ დახვდებათ. რაც შეეხება თქვენ შეკითხვას, არ მაქვს არანაირი ინფორმაცია. სტრატეგიული ურთიერთობების აღდგენაზეც რომ ხომ არ აპირებთ დაელაპარაკოთ? არა, ეს მამუკა ხაზარაძისთვის ინფორმაციისთვის მან რო იცოდეს, თორემ საქართველოს როგორც მოქმედებს, მე მგონი ყველა ხედავს, საქართველოს მოქმედებს საკუთარი ეროვნული ინტერესებით და ამ ხრივ ზედმეტი არ გვაქვს. რაც შეეხება თქვენ კითხავს, უბრალოდ არანაირი ინფორმაცია არ მაქვს ამასთან დაკავშირებით საერთოდ. უნდა იყოს თუ არა მოკითხული, ნახე. საერთოდ უყურე აი მომიყევით ინფორმაცია, მითხრით კომპანია, სახელი გვარი. სხვა არანაირი ინფორმაცია ამაზე არ მაქვს. არის დაკავებული და კომპანიაზე გეკითხებით, რომელიც ქრთამს აძლევდა თავდაცვის სამინისტროს. გიპასუხ, მოგეთ. გავიგე. შესყიდვა აქვს სხვადასხვა უწყებებში. თუ იქ ხდებოდა რაღაც კორუფცია, ხო შეიძლება სხვა სამინისტროებშიც იგივე გაიკეთებია და უნდა გადამოწმდეს თუ არა სხვა უწყებებში. თქვენ მე მგონი ერთ რამეს ხედავთ განსაკუთრებით იმ მიდგომის განხორციელებაში რაც ირაკლი კობახიძემ პრემიერ-მინისტრად არჩევის დროსვე თქვა რომ კორუფციის წინააღმდეგ ბრძოლა იქნებოდა მთავარი ხაზი და თქვენ მე მგონი ხედავთ რომ არც სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური, არც ჩინეთის სამინისტრო, არც პროკურატურა არ ერიდება
არც სახელებს, არც გვარებს, არც თანამდებობებს, არც პარტიულ კუთვნილებას ამ პოლიტიკის გატარების საქმეში. ასე რომ ყველგან სადაც იქნება რაიმე ეჭვი კორუფციული გარიგებისა, ყველა ამ საკითხთან დაკავშირებით ჩვენი სამართალდაცველი ორგანოების სათანადოდ იმოქმედება. კომისიაზე ის გავასუსტებ, ეს დოკუმენტი იქნება წინაპირობა იმის, რომ შესაძლოა ქართული ოცნების მაღალჩინოსნებს დაესკისროს პერსონალური სანქციები. თქვენ მზად ხართ პერსონალური სანქციებისთვის? საუბარი არის უვიზო ევროკავშირთან, მათ შორის უვიზო მინისტრის აღწერაზე, პერსონალურზე, ბატონო შალვა და არასეულოდებით ამ მიმართულებით. არ ვიცი ხარ ევროკომისიისგან იმ მტრული რიტორიკისგან, რომელიც ზოგიერთს აქვს ბრიუსელში, იმ მხარდაჭერისა, რომელიც ჩვენ ვნახეთ ევროკომისიის პრესპიკერის მხრიდან სახელმწიფო გადატრიალების შეკრებასთან დაკავშირებით 4 ოქტომბერთან, რომელზეც დღემდე ბოდიში არ მოუხდიათ ამისთვის, რომ მხარი დაუჭირეს 4 ოქტომბრის ხელისუფლების დამხობის შეკრებას. დღემდე არ დაუგმიათ პრეზიდენტის სასახლეს ძალადობრივი შტურმი. ხვალ სიმბოლურია, რომ 4 ნოემბერს, როდესაც ევროკომისია აპირებს გაფართოების ანგარიშის გამოქვეყნებას, 4 ნოემბერს ერთი თვე სრულდება საქართველოს პრეზიდენტის სასახლის ძალადობრივი შტურმისა და იმ დუმილისა, რომელიც ამ საკითხს ეაქვს ევროკომისიას. ასე რომ ამ პირობებში, რა თქმა უნდა, რთულია იფიქრო, რომ ქართველი ხალხის მიმართ რაიმე დადებითი გადაწყვეტილებები ან მოსაზრებები იქნება ბრიუსელში. ერთადერთი რამე არის, რომ საბოლოო ჯამში მნიშვნელოვანია სარკეში ჩაიხედოს ყველა და დაინახოს თუ როგორ იმეორებენ იმ გზას ქართველი ხალხის მიმართ, რომელიც სხვა ქვეყნებს ჰქონიათ. ჩვენთვის უვიზოდ შეუწყვეტია სხვა ქვეყანას, ჩვენთვის სანქციებიც დაუწესებია სხვა ქვეყანას. ეს ყველაფერი ქართველ ხალხს გავლილი გვაქვს. ზუსტად ისე იმისთვის აკეთებდნენ ამას, სანქციებიც გახსოვთ, დეპორტაციებიც გახსოვთ, უვიზოს შეწყვეტას გახსოვთ საქართველოს მიმართ. რატომ აკეთებდნენ ამას? აკეთებდნენ იმისთვის, რომ პოლიტიკური ზეგავლენა მოეხდინათ ქართველი ხალხის ნებაზე. ამან რაიმე დაძრა ქართველი ხალხის ნებაზე მავნე გავლენა, რაღაც მომენტში რომდესმე ქართულ ხალხმა უღალატა საკუთარ ეროვნულ ინტერესებს, არა. ასე რომ ეს მოლოდინი ნუ ექნება, ნუ რავის ისტორია მაინც რაღაცა გაკვეთილი ხო უნდა იყოს მათთვის, რომ ამგვარი მტრული რიტორიკით და მტრული ნაბიჯებით, ამგვარი ანტიდემოკრატიული ხედვებით ქართულ ხალხს საკუთარ ასე ვთქვათ, მოსაზრებებს თავს ვერ მოახვევენ. არანაირი რა მნიშვნელობა აქვს, უყურეთ, აქ საუბარი არის, ეს კიდევ უფრო უარესი იქნება. აი, რაზეც არის საუბარი, შეიძლება რაღაცა ჯგუფი გამოყონ და უვიზო იყოს ფასში. ეს არის სეგრეგაცია ქვია ამას. როდესაც შენ საზოგადოებას ყოფ კლასებად და გყავს ორი კლასის საზოგადოება. ეს ჯერ რა ვიცი, რა გითხრათ, სხვადასხვა პერიოდში მსოფლიო ისტორიისა სეგრეგაცია არსებობდა და არც ერთი საზოგადოება, სადაც სეგრეგაცია არსებობდა, არც ერთი ხელისუფლება, რომელიც სეგრეგაციას მიყვებოდა, არც ერთი არ ყოფილა ადამიანის პატივისმცემელი ხელისუფლება. ასე რომ თუ კი უფრო უარესი კიდე, თუ კი ბრიუსელი აპირებს, რომ სეგრეგაცია აქციოს საკუთარ პოლიტიკად საქართველოსთან მიმართებით, იმიტომ რომ ეს უკვე თავის თავზე იმეტყველებს თუ რას ნაგობს საქმე. ინფლაციასთან დაკავშირებით ბოლო 2 წელში მაქსიმალური დაფიქსირდა პროცენტულობა, 5%-ზე არის საუბარი და 12%-მდე გაძვირდა სურსათი. აი ამასთან დაკავშირებით საწყებია უყურებთ თვითონ ამ. კი. თქვენ რა შეიძლება რომ გითხრათ, რასთან ყოფს? ეს ეკონომიკის ზრდის დინამიკის ნაწილი არის, როგორც ეკონომიკური ზრდის ტემპები, ის ინფლაციასთან დაკავშირებული საკითხები, მთავარი არის ეს მიზნობრივი მაჩვენებლის ჩარჩოში იყოს წლიურ ჭრილში, ინფლაცია ეს ნაწილი არის მათ შორის ეკონომიკური განვითარებისა, ასე რომ ამ მხრივ დარწმუნებული იყავით, რომ საქართველოს ხელისუფლება სრულად აკონტროლებს ქვეყნის ეკონომიკური განვითარების ჩარჩოებს, იქნება ეს ინფლაციის მიმართულებით თუ იქნება ეს ეკონომიკური ზრდის ტემპი. აქციებზე მიგაკითხოთ ბატონო შალვა 12%-ით რომ გაძვირდა სურსათი და უკვე რამოსი ხასები შესაბამისად არის გაზრდილი. აი ამასთან დაკავშირებით რა შეგიძლიათ რომ თვითონ?
კიდევ ერთხელ ეს ფასების ზრდის, კლების თუ სტაბილურად ყოფნის პროცესი არის ნაწილი ეკონომიკური განვითარების ტემპისა, როდესაც ქვეყანას აქვს მაღალი ეკონომიკური განვითარების ტემპი, ინფლაციაც ნაწილი ამისა, ვინაიდან მათ შორის ამავე დროს იზრდება საშუალო ხელფასი ადამიანების, იზრდება შემოსავლები ოჯახებში და ასე შემდეგ. ასე რომ არ ყოფილა წელი საქართველოს ისტორია, უბრალოდ იყო, თუ არ ვცდები 2009 წელს იყო ომის შემდეგ, როდესაც დეფლაცია იყო, თორე ინფლაცია ეს არის ნაწილი ნებისმიერი ეკონომიკის განვითარებისა. მთავარი არის ერთი რამ, რომ როგორც იცით, აი ხა ჩვენც მივიღებთ ბიუჯეტს მომავალი წლის და ყოველ წელიწადს არის მიზნობრივი მაჩვენებელი, რა ჩარჩოში უნდა იყოს ინფლაცია ქვეყანაში და ამ ჩარჩოებში იყოს ჩატევა. უყურეთ, საქართველოს ხელისუფლება მოქმედებს სამართლიანად და ჰუმანურად. მათ შორის თქვენ ნახეთ, რომ ერთი რომ რა თქმა უნდა ხელისუფლება ვერ დაუშვებს, რომ 50 ადამიანმა საკუთარი ნება მოახვიოს 1.5 მილიონიან ქალაქს და ხედავთ თქვენ ის უკმაყოფილება, რომელიც საზოგადოებაში არის, აი ამ უშინაარსო ქმედებების მიმართ და რადიკალიზმის მიმართ, რომლის თავარი ასე ვთქვათ მომენტი იყო 4 ოქტომბერს პრეზიდენტის სასახლის შტურმი. იგივე ხალხი ახლა ცდილობს კიდევ ერთხელ იმავე წელზე წასვლას, რომლის ბოლოს რომელიმე შენობის შტურმით უნდა დამთავრდეს და ამის ნაწილია ეს ყველაფერი. ასე რომ ხელისუფლება მოქმედებს სამართლიანად, ჰუმანურად. მათ შორის იმ შემთხვევებში თუ კი დაკავებულ პირებთან დაკავშირებით არის საჭირო რაიმე ჰუმანური გადაწყვეტილება, ჯანმრთელობის გვართან დაკავშირებით, ამაზეც ხედავთ, რომ პროკურატურა ადეკვატურად რეაგირებს. რაც შეეხება პასუხისმგებლობას, რაც შეეხება აი პირველი რეაგირება რაც უნდა გქონდეს ნებისმიერ ადამიანს, რომ თქვენ როგორც მედიას მიწეროთ ფინეთის საგარეო საქმეთა მინისტრს, რომელიც აქ ჩამოვიდა მოტყუებით, თითქოს აქ რაღაც ხელისუფლებას შეხვედრები უნდა და მე რაღაც ამ შეხვედრის შემდეგ გავიდა და გადაკეტა რუსთაველის გამზირი, მონაწილე იყო ამ ყველაფრის, ფინეთის საგარეო საქმეთა მინისტრი ეუთოს მოქმედი თავმჯდომარე. არ იდგა რუსთაველს? ხო, იქ რო იდგა კი, ვინც გადაკეტილ 20 ადამიანის გადაკეტილ ქუჩაზე 21 ადამიანი დგება, ისიც კეტავს იმ ქუჩას, ხა ვიცი, მე მგონი ამაში უნდა გარკვეულიყავით. თავად მივიდა რუსთაველის გადაკეტვაში მონაწილეობა მიიღო, ექსტრემისტებს ესაუბრა და შეგახსენებთ, რომ ის მივიდა იქ მეყანწიშვილია თუ არ ვცდები, ეს კალბატონი, რომელიც შემდეგ მის მიმართ მიმდინარეობს ახლა სისხლის სამართლის საქმე, სადაც ის ვიდეო, თქვენ ხო ნახეთ, ის ვიდეო არ ნახეთ, როგორ კრებდა, რომ აბა მასკიანები წამოდით ჩვენთან ოფისში, გადაუჯგუფდეთ და შეუტივათ პრეზიდენტის სასახლეს, ხო ნახეთ. ხო და ის ვიდეო ხო ნახეთ რა მტკიცებულებას არა მე ზუსტად მაგაზე გპასუხობთ. ნახეთ თქვენ ვიდეო, სადაც კალბატონი მეყანწიშვილი აორგანიზებდა პრეზიდენტის სასახლეზე განმეორებით შტურმს, ოფისში წავიდა და ამ ადამიანს თან მივიდა ფინეთის საგარეო საქმეთა მინისტრი ეუთოს თავმჯდომარის მანდატით, ასე ვთქვათ, გადაკეტვაში მონაწილეობა მიიღო და ამითი მოიწონა რუსთაველის გადაკეტვა. მოიწონა მოძალადეები, რომლებიც პრეზიდენტის სასახლის შტურმის აღებას აპირებდნენ, მოიწონა რადიკალიზმი და შეაგულიანა, რომ ხვალაც, ზეგაც და მაზეგაც გადაკეტეთ რუსთაველის გამზირი 20 ადამიანმა. ეს იყო მთავარი გზავნილი. აი ზუსტად მისი დამსახურება არის, რომ 71 წლის ადამიანი ამ ტალღას მიყოლილი, რომ ასე ვთქვათ, ნახარვე ფინეთის საგარეო საქმეთა მინისტრი მხარს უჭერს, ამით შეგუნებულმა სავარაუდოდ მონაწილეობა მიიღო გზის გადაკეტვაში, რაზეც შესაბამისი სამართლებრივი პასუხისმგებლობა არის. ასე რომ პასუხისმგებელი მორალური პასუხისმგებლობა ამაზე და პოლიტიკური პასუხი არის ფინეთის საგარეო საქმეთა მინისტრზე, ევროკავშირის ელჩზე, რომელსაც ხმა არ ამოუღია
4 ოქტომბრის შტურმზე, ერთი სიტყვით არ დაუგმია 4 ოქტომბრის შტურმი ევროკავშირის ელჩს და იწონებენ სოლიდარობას უცხადებენ რადიკალებს. პასუხისმგებლობა არის ევროკომისიის პრეს-სპიკერზე, რომელმაც სოლიდარობა გამოუცხადა რადიკალებს, რომლებიც 50 ადამიანს, რომელიც ქუჩას კეტავენ. აი ამისი შედეგი არის, რომ ადამიანები შემდეგ მიყვებიან მათ შეგულიანებას და მოწოდებას და მონაწილეობას იღებენ კანონდარღვევაში. ასე რომ პასუხი მოთხოვეთ ევროკავშირის ელჩს ქალბატონ აზაზთან დაკავშირებით. რაც შეეხება სახელმწიფოს, სახელმწიფო მოქმედებს სამართლიანად და ჰუმანურად. მნიშვნელოვანი არის რომ იყოს მარწესრიგი დაცული და კანონი აღსრულებელი და ასევე ხედავთ რომ მოქმედებს ჰუმანურად, მათ შორის იყო რამდენიმე შემთხვევა ჯანმრთელობის მძიმე მდგომარეობისა და სახელმწიფო მოქმედებს ჰუმანურად, იმიტომ ჩვენ მოქალაქეებს ეხება. ბრიუსელს და ზოგიერთ ელჩს ჩვენი მოქალაქეები არ ადარდებთ საერთოდ. რო ადარდებდეს ბრიუსელის წარმომადგენლებს, რო ადარდებდეს ჩვენი მოქალაქეები, კი არ შეაგულიანებთ რომ მიდით და არღვიეთ კანონი და სისხლის სამართლის დანაშაული ჩაიდინეთ. ამას კი არ შეაგულიანებთ. იმას კი არ იზავდა ბრიუსელი, რომ გაირკვა, რომ მათი ფულით ისფედი და სხვა ორგანიზაციები ყიდულობდნენ ნიღბებს და საშუალებებს პოლიციისთვის წინააღმდეგობის გასაწევ საშუალებებს და არიგებდნენ აქციის მონაწილეებში მათი დაფინანსებით და ერთი სიტყვა არ უთქვამთ რომ ამას შეისწავლიან. ასე რომ არავინ ქართველებზე, საქართველოს მოქალაქეებზე მეტად არავინ არ იდარდებს და არ იზრუნებს ჩვენს თავზე, ჩვენს მოქალაქეებზე. და მე მგონი ეს ფეხზე დგომელა ქართველის სურათი უნდა დაანგრიოს ყველამ საკუთარ გონებაში. არავინ არ გადაყვება ჩვენს ქვეყანას, ჩვენი ხალხის გარდა და ჩვენ თვითონ თუ არ მივხედეთ ჩვენს ქვეყანას, ხედავთ რასაც აკეთებენ, ჩვეულებრივად სწირავენ ადამიანებს, ეს არის ჩვეულებრივად რაღაც საგამზირე მათყავთ, რა ქვია, ინსტრუმენტად გამოყენებული, რომ ბევრი ადამიანმა დაარღვიოს კანონი, შემდეგ იყოს კანონის პასუხი და შემდეგ რასა იუკნევიჩიანემ რეზოლუციებში წეროს ესენი და ნიანგის სცენები ღვაროს ევროპარლამენტარმა და რომელიღაცა ელჩმა, რომელსაც სინამდვილეში უბიძგებენ ამ კანონდარღვევისთვის. ასე რომ კიდევ ერთხელ, მანამ სანამ ბრიუსელი, მანამ სანამ ევროკავშირის ელჩი არ დაგმობს 4 ოქტომბრის თავდასხმას პრეზიდენტის სასახლეზე, მანამდე ისინი არიან პასუხისმგებელი იმ რადიკალების ქმედებაზე, რომლებსაც მათ შორის ყველაზე სუსტებს, ყველაზე მოწყვლადებს წირავენ კანონის პასუხისმგებლობისთვის. ჩამოშორდეს და ასე რომ იმეგობროს ირანთან, ჩინეთთან და ასე შემდეგ. ერთი მხრივ თქვენ როგორ უპასუხებთ ამ კრიტიკას და მეორე მხრივ როგორ შეაფასებთ ხობახიძის ვიზიტს? ну авч ღმერთმა დაუწოს ამერიკის შეერთებული შტატების და ჩინეთის, როგორც თქვა, ამერიკის შეერთებული შტატების თავდაცვის მინისტრმა. სუვერენიტეტი და დამოუკიდებლობა, რომელიც ჩვენ სისხლით მოვიპოვეთ, სისხლით, განსხვავებით ზოგიერთი სხვა ქვეყნებისგან, სისხლით მოპოვებული სუვერენიტეტი და დამოუკიდებლობა გულისხმობს და ეს წერია ჩვენს კონსტიტუციაში, რომ ქართველი ხალხი თავად განსაზღვრავს მის საშინაო საგარეო პოლიტიკას და განსაზღვრავს იმას, თუ რა არის მისთვის კარგი. ჩვენ, როცა ვსაუბრობთ შუა დერეფნის ფუნქციაზე, როცა ვსაუბრობთ ჩვენს მათ შორის ისტორიულად არსებულ შესაძლებლობაზე ევროპასა და აზიას შორის ხიდის გადებისა, რა გონია თქვენ ეს ხიდი რა იგულისხმება ევროპასა და აზიას შორის? ეს იგულისხმება ევროკავშირი და იგულისხმება უპირველეს ყოვლისა ჩინეთი და მათ შორის ვაჭრობა, მათ შორის სადაც მნიშვნელოვანი არის ის რომ ჩვენი ფუნქცია შევასრულოთ. ასე რომ რა თქმა უნდა, როგორც ამერიკის შეერთებული შტატები და სხვა ნებისმიერი სუვერენული ქვეყანა საკუთარი ხალხის ინტერესებით მოქმედებს, ასე მოქმედებთ საქართველოს ხელისუფლება საქართველოს ხალხის ინტერესებს, ასე რომ ღმერთმა დალოცოს საქართველოს, ამერიკის შეერთებული შტატები და ჩინეთი. ბატონო შალვა, მინდა რომ ერთი კითხვა დავამატოთ, ქართული კანონმდებლობის მიხედვით თუ უცხო ქვეყნის მოქალაქე ყიდულობს ბინას ჩვენს ქვეყანაში, ხო? ავტომატურად ის იღებს ბინადრობის უფლებასაც, რომ დავიდასტუროთ თუ ყველა ის უცხოელი მათ შორის არაბებიც, ვინც აქ იყიდიან იძრავ ქონებას, პარალელურად მიიღებენ ბინადრობის უფლებას ჩვენს ქვეყანაში.
არა, არის სხვადასხვა ცენზებია, როგორც ქონების ღირებულებასთან დაკავშირებით და ასევე ეს არის ავტომატური საფუძველი ბინადრობის მიცემისა. ეს არის შესაძლებლობა, რომ მიმართო საქართველოს სახელმწიფოს ბინადრობის უფლების მოსაპოვებლად, თუმცა არ არის ავტომატური მინიჭება. და აქვე ვიტყვი, სხვა შორის ესეც რაღაც დეზინფორმაცია იყო, რომ ბინადრობა ვისაც აქვს, ეს უკვე ავტომატურად მოქალაქეობას ნიშნავს და უბრალოდ მოქალაქეობა შეუძლია მიიღოს. ესეც რა თქმა უნდა აბსოლუტური ტყუილი არის. უყურეთ, საქართველოს ერთი რამე მე მგონი თავარი რაც გამოარჩევს ჩვენს ხელისუფლებას დღევანდელი საფეხსემდგომი ოპოზიციისგან არის ის, რომ ჩვენ მოქმედებთ ექსკლუზიურად საქართველოს ქართველი ხალხის ინტერესებიდან გამომდინარე. ეს ეხება ყველა სფეროს, ეხება ეკონომიკის სფეროს, ეხება უსაფრთხოების სფეროს, ეხება მათ შორის საზღვარზე შემოტარება არ შემოტარებასთან დაკავშირებით სხვადასხვა პირებისა და აქაც, როდესაც უსაფრთხოების საკითხები არის რელევანტური, ზოგიერთი უცხო ქვეყნის მოქალაქის დაშვება არ ხდება საქართველოს ტერიტორიაზე. ასე რომ ჩვენთვის ამოსავალი წერტილი არის ჩვენი ხალხის უსაფრთხოება, კეთილდღეობა და ჩვენი ქვეყნის მთლიანობა. ასე რომ ისინი, ვინც ცალფეხზე დგანან, ისინი, ვინც რა ქვია, ბატონი ხაზარაძე, რომელმაც ქონება იმისთვის ააშენა, რომ უცხოელებს მიაქირავოს და დღესაც დღემდე უცხოელისთვის აქვს მიქირავებული, ისინი უნდა იწყებენ ახლა ყალბ პატრიოტიზმს. უსაფრთხოებაზე და ქართულ ხალხზე რო საუბრობთ, ხო? ეს ქართველი ხალხი ისტორიული მეხსიერებაც აქვს ამ ხალხს და არის ეს ისტორიული წიაღსვლები და ბრიტანელებს შორის და სხვა ხალხს შორის შეიძლება ხედავდნენ რა სხვა. ნუ უფრო ახლო წარსული თუ აღარეთ ეს უკვე მაშინ მაგაზე ეს მართლა აგითხათ ხა კიდევ ერთხელ არ შევარ ხა ამ წიაღსვლებში არ მინდა რომ თქვენი ტელევიზიის მფლობელი ხაზარაძის ქსენოფობიური ხაზი კიდევ უფრო რაღაცნაირად მოგეთ კიდევ ერთხელ ამაზე გიპასუხოთ. შეიძლება საკონსტიტუციო ბოდიში რახან აღარ პასუხობთ საკონსტიტუციო საჩელზე გითხავთ ერთადერთ რამეს ბატონო შოვა რომ მე მაინტერესებს მაგალითად ვინ იქნება ამ საჩელთან დაკავშირებით ქართული ოცნების წარმომადგენელი როდის დაიწყება საკონსტიტუციო საჩელის განხილვა ვინ იქნება თქვენი წარმომადგენელი კიდევ ერთხელ რომ აგვიხსნათ რატომ გძალავთ პარტიებს ჩვენ აფს ავგზავნებთ ჩვენ გვაქვს სასამართლოსთვის მიმართვის უფლება პარლამენტის წევრებს მიმართვის უფლება ამა თუ იმ პარტიის აკრძალვასთან დაკავშირებით და ჩვენ ამ უფლებით სარგებლობთ და ყველა მათ შორის ზოგიერთი უცხოელი და ვნახე მე ევროსაბჭოს პასეს წარმომადგენელთა განცხადება რომ რატომ მიმართეთ რას ქვია სასამართლოს მიმართვის უფლების ჩამორთმევა ეს არის ყველაზე არაევროპული მიდგომა რაც კი შეიძლება არსებობდეს იმიტომ არსებობს უფლება მიმართოს სასამართლოს რომ თუ ადამიანს სურს უნდა მიმართოს სასამართლოს და ყველა ვინც ამას უდგება კრიტიკულად, უბრალოდ ვერაცნობიერებს რას ნიშნავს კანონის უზენაესობა. ეს ერთი, მეორე, რაც შეეხება წარმომადგენლებს, ჯერ დასახელებული არ არიან წარმომადგენლები, როდესაც ჩაინიშნება სხდომები და ასე შემდეგ, რა თქმა უნდა, ჩვენ დავასახელებთ თუ ვინ წარმოადგენს ამ საარჩევნოს უკვე უშუალოდ საკონსტიტუციო სასამართლოში. რაც შეეხება ვადებს, კიდევ ერთხელ განმარტავ, რომ კანონმდებლობით გათვალისწინებულია 9 თვიანი ვადა გადაწყვეტილების მისაღებად და ეს ხაზგასასმელია, ვინაიდან სხვა შემთხვევაში არის ხომ 9 თვიანი ვადა განხილვისთვის და შეიძლება გადაწყვეტილება უფრო გვიან იყოს, ამ შემთხვევაში 9 თვეში უნდა იყოს უკვე გადაწყვეტილება. აქედან გამომდინარე, დანარჩენი უკვე საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტია, როგორ განრიგს შეადგენს საკითხის განსახილვად.